ხრის სახსრის ხშირი ტკივილის მიზეზი არის ხრის სახსრის იმპიჩმენტ სინდრომი, ანუ ადჰეზიური კაფსულიტი, იგივე გაყინული ხრის სახსარი. ეს ის მდგომარეობა, როდესაც ხრის სახსრის მოძრაობის შეზღუდვა აღინიშნება ძლიერი ტკივილის გამო. ხრის სახსარს, ანუ ეგრეთ წოდებულ როტატულ მანჟეტს ქმნის ბეჭის, ლავიწის ძვლების ერთობლიობა თავისი კუნთური და ყესების სისტემით და აგრეთვე სასახსრე ჩანთით. დროთა განმავლობაში ხრის როტატული მანჟეტი, ანუ კაფსულა სქელდება, მკვრივდება, კარგავს ელასტიურობას, ყალიბდება სახსარშიდან ნაწიბუროვანი ქსოვილი, იკლებს სახსარშიდან ბუნებრივი სითხე, ანუ ლუბრიკანტი, რაც წარმოქმნის მოძრაობის შეზღუდვას, ძლიერ ტკივილს და სახსრის ბილი ქსოვილის შეშუპებას. იმპიჩმენტ სინდრომი ვითარდება იმ პაციენტებში, ვინც ხშირად ღებულობს ხრის სახსრის ტრავმას. იმ პაციენტებში, ვისაც აღინიშნება ჰორმონალური დისბალანსი. იმ პაციენტებში, ვისაც აქვს ხრის სახსრის ართროზი და ასე შემდეგ. დიაგნოსტიკა პირველ ეტაპზე ძალზედ ინფორმატიულია და ბიუჯეტური, ხრის სახსრის ეკოსკოპიური კვლევა და არა რენტგენოლოგიური კვლევა. მკურნალობა დაუშვებელია მწვავე სტადიისას ვარჯიში და მასაჟი. ეფექტურია არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება და შეუდარებელია ფიზიოპროცედურები, კერძოდ ხრის სახსრის ტეკაროთერაპია, ლაზეროთერაპია, ელექტრომაგნიტური თერაპია. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, როდესაც ტკივილი იკლებს, აუცილებელია ხრის სახსრის კუნთების ელექტრომიოსტიმულაცია და სამკურნალო ვარჯიში აუცილებლად სტატიური ფორმის. ასევე შეუდარებელია ხრის სახსრის PRP, ანუ პლაზმა გამდიდრებული თრომბოციტების სახსარში და ინექცია.